მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში როგორ აფასებთ აქ გამართულ შეხვედრებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის პლატფორმის გამოყენება? გრძელდება ვიზიტი, დღეს ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, საკაცაუბარი ჰქონდა პოლიტიკურ განზომილებაზე, ჩვენი ურთიერთობების და ასევე ხაზი გავუსვით, რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. Ჰქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავხადეთ ზოგადად ბატონ ემირს მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ თბილი დამოკიდებულებისთვის. ჩვენი ამოცანა არის ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხადა ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ასევე დღეს ვიყავით ჩასული აბუ-დაბი პორტში, სადაც ჰქონდა საინტერესო შეხვედრა, გავიცანით პორტის მუშაობას, გვაქვს აქაც ერთობლივი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ინვესტიციის ინტერესი ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი და აქაც გამოთქვით სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმავოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელშეუწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით. ბატონო პრემიერო, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე რამდენიმე კითხვა გვაქვს. პირველ რიგში ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი უკვე ვიცით, სადაც საუბარია ახალი არჩევნების მოთხოვნაზე, საუბარია სანქციებზე, მათ შორის სააკაშვილის თავისუფლება, როგორც ირკვევა, ისევ აქტუალური არის და სანქციებსაც შეეხება მედია მენეჯერებზეც ითხოვენ სანქციებს. ამ დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლებისთვის რა მნიშვნელობა აქვს და ოპოზიცია ვიცით რომ ჩართული იყო აქტიურად. ხედავთ თუ არა რაღაცნაირად დახმარებას პარტნიორების მხრიდან ოპოზიციის საქმიანობაში, მაგალითად ამ დოკუმენტში? თქვენ იცით რომ დღემდე 5 რეზოლუცია დაამტკიცა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა და 5-ვე იყო ერთმანეთზე არასერიოზული და ეს არის მორიგი მე-6 არასერიოზული პროექტი, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, ამ პროექტს ისე როგორც წინა რეზოლუციებს აქვს აბსოლუტურად არაფრის ფასი, ჩალის ფასი. ჩვენთვის გამომდინარე იქიდან, რომ ეს რეზოლუციები არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ საქართველოში ქვეყანა იმართება დემოკრატიულად, ოპოზიცია არის თავისი არსით ანტიდემოკრატიული, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში აისახება ხოლმე მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ, რადიკალიზმის მიმართ და იმ ყველაფრის მიმართ, რაც დღეს ასე მკაფიოდ აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე. კორუფციის ახვის USA-თან დაკავშირებით დღეს ილონ მასკმა კიდევ გააკეთა განცხადებები, სადაც ის საუბრობს ასევე არჩევნებში ჩარევის თემატიკაზე, თუმცა ის არა კონკრეტულად თქვა, რომელ ქვეყნებში შეიძლება ეს მომხდარიყო. პრინციპში არჩევნებში ჩარევაზე თქვენ მოდივად საუბრობთ, მაშინაც როდესაც იყო მაგალითად ფინანსდებოდა ცალკეული აქტივობები. ახლა რისი მაჩვენებელია ის გამოძიება, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარეობს? რეალურად ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი კმაყოფილება იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია საუბრობს იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ საუბრობდით მთელი გასული 3-4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საქართველოში USAID პირდაპირ იყო უხეშად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში, უფრო მეტი ჩართული იყო რევოლუციური პროცესების დაგეგმვაში და განხორციელებაში. ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებები, გახსოვთ იგივე კანვასის ტრენინგის სხვადასხვა აქტივობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უკიდურესად მიუღებელი და ძალიან კარგია, რომ დღეს ამ ყველაფერზე ალაპარაკდა უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. თქვენ გახსოვთ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, მათი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არსებობდა იდეალური დასავლეთი და არც ერთ შემთხვევაში ამ იდეალურ დასავლეთს არ შეიძლებოდა ქონოდა რაიმე უარყოფითი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ. დღეს, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რომ იყო მანკიერი გამოვლენებები დასავლელი დასავლელი პარტნიორების ასე ვთქვათ ქმედებებში, ამ ყველაფერს ადასტურებენ თვითონ დასავლელი პარტნიორები, ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ, რომ USAID-დან სხვადასხვა
სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის იყო რა თქმა უნდა საქართველო იმართებოდა არასწორი პროცესები, ეს იყო რადიკალური რევოლუციური პროცესები, ეს ყველაფერი უკავშირდებოდა საარჩევნო პროცესებში ჩარევას, იმედია რომ ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც აუცილებლად ამოქმედება, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, ახსულდება პრაქტიკაში. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ვერავინ ვეღარასდროს გარედან ვეღარ გაბედოს და შეძლოს ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევა. საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამისათვის იბრძოდნენ ჩვენი მოქალაქეები 80-იან წლებში, 90-იან წლებში და ეს არის ის მიღწევა, რასაც ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ. ხო, დამოუკიდებლობის გარეშე, სუვერენიტეტის გარეშე ჩვენი უსაფრთხოება ბუნებრივია ვერ იქნება დაცული და თუ უსაფრთხოება არ იქნება დაცული, არ იქნება არც წინსვლა და განვითარება. ამიტომ ჩვენ მომავალშიც მაქსიმალურად გავაფრთხილდებით ჩვენ სუვერენიტეტს, როგორც არ უნდა დაუპირისპირდნენ ასეთ პროცესებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გავიხსენებ კიდევ ერთხელ შარშანწირდელ გაზაფხულს, გამჭვირვალობის კანონის გარშემო აგორებულ რევოლუციურ მცდელობას, რა თქმა უნდა, ასეთ ყველა მცდელობას ჩვენ დაუპირისპირდებით იმისათვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და შესაბამისად უსაფრთხოება. ბატონო პრემიერო, თქვენ ნახსენეთ გამჭვირვალობის კანონი და ერთია თქვა პროცესები, რომელიც საკუთარ გავლენას იქონიებს საქართველოში, ამერიკაში მიმდინარე პროცესებს, გულისხმობ USAID-დან გამომდინარე, თუმცა დამატებით რას აპირებს ხელისუფლება იმისთვის, რომ აი ფული, რომელზეც თქვენ საუბრობთ, აღარ დაიხარჯოს საქართველოში რევოლუციების რემეს, დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები ხომ არ დგას დღის წესრიგში? როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან უკვე ჩადარდა ბრიფინგი. ჩვენ გეგმავთ თუ ახლოს მომავალში კანონპროექტის დაინიცირებას, რომელთაც კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და ეს დამატებით სულ შეიტანს ბუნებრივია ჩვენი სუვერენიტეტის გამტკიცებაში. თუმცა ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი ჩვენს პარტნიორებთან, პირველ რიგში ჩვენს ამერიკულ პარტნიორებთან, ახალ ადმინისტრაციასთან. თქვენ ხედავთ, რომ ის პროცესები, რაც მანამდე არსებითად იმართებოდა ამერიკული დაფინანსებით, დღეს უკვე იმართება მეტწილად ევროპული დაფინანსებით. ამასაც სჭირდება, რა თქმა უნდა, ყურადღების მიქცევა, არ შეიძლება ვინმე ევროპული სტრუქტურებიდან მხარი დაუჭიროს და აფინანსოს რევოლუციურ პროცესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც უნდა დაუპირისპირდეთ, ჩვენ ღრმად უნდა შევისწავლოთ, მათ შორის EID-ის, ეგრეთ წოდებული ევროპის განვითარების დემოკრატიის ფონდის საქმიანობა, საიდანაც ფინანსდებოდა რევოლუციური პროცესები, რადიკალიზმის გაღვივება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. ყველამ უნდა სცეს პატივი, განსაკუთრებით ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ამ კონტექსტში ერთი კითხვა მექნება, თუ შეიძლება ოპოზიციას, როდესაც ვეკითხებით თბილისში მაგალითად, მათ შეფასებებს, ისინი თავს არიდებენ შეფასებებს, რომელიც არის დაკავშირებული მაგალითად ევროკავშირისა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობებზე. როგორ ფიქრობთ, რა არის მათი თავშეკავების მიზეზი? რეალურად ოპოზიცია არის გაღიზიანებული იმ განცხადებებით, რომელსაც ვისმენთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება იმ ნარატივს, ეგრეთ წოდებულ ნარატივს, რომელსაც ისინი თავს გვახვევდნენ, საზოგადოებას ახვევდნენ თავს მთელი ამ წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ მათი გზავნილების მიხედვით არსებობდა იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ ქონდა არანაირი მანკიერი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ. თუმცა გამოვლინდა, რომ იყო ძალიან მძიმე მიმდინარეობები დასავლეთის მხრიდან, რომლებიც უპირისპირდებოდა ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ხაზი გადაესვა მათ საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ არავის არანაირი მანკიერი ზრახვა არ შეიძლება ქონოდა საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში მათ უჭირთ ბუნებრივია პასუხების გაცემა კითხვებზე და მათი ეს დუმილი მე აბსოლუტურად არ მიგვარს. რაც შეეხება კორუფციის აღქმის ინდექსს, ამასთან დაკავშირებით თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ კიდევაც, რას ნიშნავს საქართველოს პოზიციონირება იმ პოზიციაზე, რომელიც ეს ახლა არის და როგორ ახასებთ ამ ყველაფერს, როგორ თავისმეთავ? რაც შეეხება კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რაზეც მე არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის პარლამენტის ხელმათა დარბაზში და არა მარტო მისაუბრია, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ამ ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის თებერვლიდან დღემდე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, კონკრეტული ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ შემცირებულიყო ქვეყანაში კორუფციის დონე და კორუფციასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანა საბოლოოდ მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში
დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, სადაც არის პოლიტიკური ნება, იქ შედეგი არის მიღწევადი, დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესი. ბატონო პრემიერო, რეიტინგების საკითხს გავაგრძელებ. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მეოთხე ადგილს იკავებს და ტურისტების ღამით უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით 25 ქვეყანას უსწრებს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნების. რა განაპირობებს ასეთ მაჩვენებლებს თან საერთაშორისო რეიტინგებსაც ბევრი ქვეყანა არის შედარებული ერთმანეთს? რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მე მინდა კონკრეტულად მადლობა გადავხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ გარემო საქართველოში იყოს უსაფრთხო, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი ვიზიტორებისთვის. ბევრი ფაქტორია, ხო, რეალურად ქვეყანა ვითარდება სტაბილურად, ეკონომიკური პროგრესი, რაც გვაქვს განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას. ბევრი ფაქტორი ერთად კომპლექსურად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი დონით, რა თქმა უნდა განვაგრძოთ მომავალში ზრუნვა იმისათვის, რომ ეს მაღალი დონე შევინარჩუნოთ. პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით გითხავთ კიდევ ერთხელ, სავარაუდო საბოტაჟთან დაკავშირებით, რაც არის დაწყებული, რამოდენი გაგვდა, ზოგადად რაც ნიშნავს იმ ძალწიჟინარის პროცესის წარმოქმნა. სამართლებრივი შეფასების მიღმა ყველამ შეგვიძლია ძალიან მარტივად დავადგინოთ ის, რაც დევს ხელის გულზე, რა თქმა უნდა, კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ძალები პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ეს სხვა არაფერია თუ არა საბოტაჟი. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ეს არ არის ბუნებრივია ჩემი პრეროგატივა, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა, სასამართლოს პრეროგატივა და დავალოდოთ გამოძიების მიმდინარეობას ყველა მიმართულებით. არის საჭირო სიფრთხილე და ყურადღება და სადაც არის, ასე ვთქვათ, ასეთი სავარაუდო ნიშნები საბოტაჟის, ყველგან არის საჭირო ბუნებრივია გამოძიება და გამოძიებასთან ერთად საჭიროა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სიხარულით კმაყოფილებით საუბრობენ იმაზე, რომ დეკემბერში გარკვეული ზიანი მიადგა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ეს რეალურად ასეა, ხო, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დეკემბერში იქნებოდა დაახლოებით 10%-მდე, თუმცა რეალურად იყო დაახლოებით 6%, 6.9%, რომ არ ყოფილიყო ღია საბოტაჟი, ჩვენ არ დავგარგავდით მილიონობით დოლარს ჩვენი ეკონომიკისთვის და შესაბამისად ჩვენი ბიუჯეტისთვის. რა თქმა უნდა, გამოძიება საჭიროა იმისათვის, რომ მომავალში ასეთი საბოტაჟი არ გამეორდეს, ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის რაიმე დაბრძოლების შექმნა. ეს არის ძალიანაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების პასუხისმგებლობაც. ბატონო პრემიერო, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან საქართველოს მისამართით ერთგვარი მუქარა გრძელდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქციებით იმუქრება უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. რა არის ასეთ გზავნილებზე ოფიციალური თბილისის პასუხი? თქვენ იცით, როგორია ჩვენი დამოკიდებულება, აბსოლუტურად არასერიოზულია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან. თქვენ იცით ასევე, რომ ესტონეთმა და ლიტვამ დააწესეს სანქციები უმაღლეს თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ეს ყველაფერი ადასტურებს ერთ-ერთ რამეს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად, ამ სახელმწიფოებს არ ყავთ სუვერენული ხელისუფლებები და ისინი მოქმედებენ დაკვეთებით, ზუსტად ისევე, როგორც საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობის გათვალისწინებით, რაც გვაკავშირებს ესტონურ ხალხთან კონკრეტულად ამ შემთხვევაში, დავრჩებით ამ ქვეყანასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება. კითხვა მაქვს, აპრილიდან ბაქო-თბილისი ბაქოს მიმართულებით დაიწყებს სამგზავრო მატარებელი მოძრაობას. რა დადებითი ეფექტი ექნება აი ამ ყველაფერს ამ გადაწყვეტილებას? ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტ ალიევთან, როდესაც გვქონდა ვიზიტი აზერბაიჯანში და მე რა თქმა უნდა მას პირადად მინდა მადლობა გადავახადო მისი გულისხმიერებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაქსიმალურად მაღალი მობილობა იყოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მეგობარ ქვეყნებს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ამას აქვს ორმხრივად სასარგებლო დატვირთვა, ბუნებრივია, როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოსდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს. მადლობა.
პირდაპირ ეთერში უსმენთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა